გავაგრძელოთ კუთხეებთან დაკავშირებით თვისებების შესწავლა და განვიხილოთ ასეთი სურათი, სადაც გამოსახულია ორი პარალელური წრფე, A წრფე, პარალელურია B-სი და შექმნილია შემდეგი სახის კუთხეები. კუთხე DAB, მოდის აღვნიშნოთ A პატარა ასოთი, კუთხე ABC, აღვნიშნოთ B პატარა ასოთი და კუთხე BCE, ის აღვნიშნოთ C პატარა ასოთით. არსებობს თვისება, რომელიც ადგენს ამ სამ კუთხეს შორის დამოკიდებულებას და ეს თვისება შემდეგში მდგომარეობს. თვისება. თურმე კუთხე B უდრის კუთხე A-ს დამატებული კუთხე C. კუთხე B-ს გრადუსული ზომა უდრის კუთხე A და კუთხე C გრადუსული ზომების ჯამის. მოდი დავამტკიცოთ, რომ ეს მართლაც ასეა. ამისთვის დაგვჭირდება კიდევ ერთი პარალელური წრფის გავლება. B წერტილზე გავატაროთ პარალელური წრფე, A და B წრფის პარალელური წრფე. დამატებით შეიქმნება ასეთი კუთხეები. მე ცისფრად გავაფერადებ კუთხეს. ეს კუთხე, მოდი აღვნიშნოთ ის ერთიანით, ანუ კუთხე 1 და კუთხე A არიან შიგაჯვარედინად მდებარე კუთხეები და ისინი არიან ერთმანეთის ტოლი. ესე იგი, კუთხე 1 უდრის კუთხე A-ს. მწვანედ გავაფერადებ მეორე კუთხეს, რომელიც არის C კუთხეს ტოლი. იგივე თვისების თანახმად, რომ ისინი არიან შიგაჯვარედინად მდებარე კუთხეები და უნდა იყვნენ ერთმანეთის ტოლი. მწვანე კუთხე აღვნიშნოთ ორიანით. კუთხე 2 უდრის კუთხე C-ს. ახლა ავდგეთ და ამ ტოლობის ორივე მხარე წერტილად შევკრიბოთ. ანუ კუთხე 1-ს დავუმატოთ კუთხე 2 და ის იქნება, რა თქმა უნდა, კუთხე A-ზე და დამატებული კუთხე C. კუთხე 1-ს დამატებული კუთხე 2 უდრის კუთხე A-ს დამატებული კუთხე C. რაც შეეხება 1 და 2 კუთხის ჯამს, ის არის კუთხე B. როგორც ნახაზიდან ჩანს, კუთხე 1-ის და კუთხე 2-ის გრადუსული ზომების ჯამი არის კუთხე B-ს გრადუსული ზომა, რომელიც უდრის კუთხე A-ს გრადუსულ ზომას დამატებული C კუთხის გრადუსული ზომა. დამტკიცდა ჩვენი თვისება. ამ თვისების გამოყენებით მოდი გავაკეთოთ ერთი ასეთი მარტივი ამოცანა. ვთქვათ, მოცემულია იგივე სურათი, ორი პარალელური წრფე და შედგენილი კუთხეები. ეს კუთხე იყოს, ვთქვათ, 40 გრადუსი. ეს კუთხე 30 გრადუსი და ვიპოვოთ ეს მესამე კუთხე. წინა თვისების თანახმად, თუ დავნომრავთ ამ კუთხეებს, პირველი, მეორე, მესამე, გვექნება, რომ კუთხე 2-ის გრადუსული ზომა უდრის კუთხე 1-ს დამატებული კუთხე 3. ანუ 40 გრადუსს დამატებული 30 გრადუსი, რომელიც არის 70 გრადუსის ტოლი. გვაქვს კიდევ ერთი საინტერესო თვისება, ასეთი სახის კუთხეებთან დაკავშირებით. ესე იგი, ანალოგიურად შემოვიტანოთ იგივე აღნიშვნები. ეს კუთხე აღვნიშნოთ 10. უკაცრავად მეორე მხარეს, ანუ ეს კუთხე 10, ანუ მისი მოსაზღვრე კუთხე B და C. არსებობს თვისება, რომელიც ადგენს ამ კუთხეებს შორის კავშირს. თურმე კუთხე A-ს დამატებული კუთხე B და დამატებული კუთხე C-ს გრადუსული ზომა არის 360 გრადუსის ტოლი. მოდი შევეცადოთ დავამტკიცოთ ეს თვისებაც. გავატაროთ კიდევ ერთი დამატებით პარალელური წრფე, როგორც წინა შემთხვევაში. აი ასე.
მექნება დამატებით კუთხეები. ცისფრად გავაფერადებ ახლა მე კუთხეს. აღნიშნავ მას ერთიანით და ვიტყვი, რომ კუთხე 1-ის გრადუსული ზომა, დამატებული კუთხე 100 გრადუსული ზომა, ის არის 180 გრადუსის სტოლი. ვინაიდან ისინი არიან შიგა ცალმხრივ მდებარე კუთხეები და მათი ჯამი არის 180 გრადუსი. წვანედ გავაფერადებ ამ მეორე კუთხეს, აღნიშნავ მას ორიანით და დავწერ, რომ კუთხე 2 გრადუსულ ზომას დამატებული კუთხე C-ს გრადუსული ზომა, ეს არის იგივე თვისების თანახმად 180 გრადუსის სტოლი, რადგან ისინი არიან შიგა ცალმხრივ მდებარე კუთხეები. თუ ამ ორი განტოლების ორივე მხარეს წერილად შევკრებ, მექნება ასეთი სახის განტოლება. კუთხე 1 დამატებული კუთხე A, დამატებული კუთხე 2 გრადუსული ზომა, დამატებული კუთხე C, ეს უნდა იყოს 180 გრადუს დამატებული 180 გრადუსი, ანუ ჩავწერ პირდაპირ 360 გრადუსს. არითმეტიკიდან ვიცით ასეთი თვისება, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, ამიტომ შემიძლია დავწერო. კუთხე 1-ის და კუთხე 2-ის ჯამი, ეს არის იგივე კუთხე B. მივიღე იგივე უკვე ნახსენები თვისება.